მეორე სილაც მომხვდა. აი ზუსტად რასაც საუბრობდით, ქალბატონო თამარა 10 წუთი კვირა იყო გუშინ. მთელი დღე სახლში ვიყავი და ჩემი 6 წლის ქალიშვილი მყავს, კროსვორდი შევავსოთ და მოიტანა ჟურნალი, თვითონ კითხულობს და ერთადერთი მთხოვს, რომ ვუყურო, როგორ კითხულობს, იცნობს და წერს. ტელეფონი მეჭრა 1-5 ჯერ მომცა შენიშნული. მამა, გეხვეწები, მე შემავსებინე კროსვორდი და ტელეფონი ცოტა ხანს ცოტა ხანს დაიღალა. ადგა და წავიდა დაჯდა და მარტო გააგრძელა. მერე გავაცნობიერე უკვე ეს ყველაფერი, რომ ის 10 წუთიც არა და კალთაში იყო ჩემთან ფიზიკურად ჩემთან იყო, მაგრამ მე არ ვიყავ იმასთან. აი ამაზე მაქვს საუბარი. დიდი მადლობა ესეთი მაგალითისთვის. ეს არის ზუსტად ძალიან კარგი ილუსტრაცია 10 წუთი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თქვენ რო გვერდზე გადაგედოთ ეს მობილური შეასრულებდით რამხელა სამუშაოს, არაფერი არ უნდა გეკეთებინათ, უბრალოდ გულწრფელად დაინტერესებულიყავით მისი, ასე ვთქვათ, მიღწევებით და შემოქმედებით. აი ეს არის სწორედ ის, რაზედაც მე ვსაუბრობდი, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და დიდი მადლობა და 11 წლის ასაკში უკვე აღარ მოვა. ამიტომ გარდატეხის ასაკამდე უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ჩვენ შვილებთან. მერე აღარ ჭირდები შენ. 30 წლის ასაკში უკან დაგიბრუნდება ისევ ვაებით და ტირილით და მოუნდება შენთან ურთიერთობა, მაგრამ მანამდე არა. აი ეგ დაკარგული დროა ალბათ, რასაც შენ გულისხმობდი, ხო? ეს არის დაკარგული დრო გეთანხმებით და კარგია რომ ამის რეფლექსია გაქვთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრს ექნება ეს რეფლექსია, რომ აი ავტობუსში მაგალითად ეხლა მე ავტობუსით მგზავრი ადამიანი ვარ და რომ მგზავრობ ხოლმე, აი ვუყურებ მშობლები ბავშვებთან ერთად დილით რომ მიდიან სკოლაში. და აი ესეთი შემთხვევები ბევრია მამასთანაც და დედასთანაც, როცა ბავშვი დედა და ან მამა აი ესე ჩართულია თავის მობილში, ბავშვი რაღაცას უყურებს და ეხვეწება ამ მშობელს რომ უბრალოდ გაიზიაროს მისი ემოცია. ნახეთ? რამდენჯერ მქონია ეს ისა რა ქვია, მოთხოვნილება, რომ აი ხა მივიდე ამ მშობელთან და ვუთხრა რომ ამოიხედე. ამოიხედე ამ მობილურიდან, ხო? ანუ ეს არის სწორედ აი ეს, რასაც მე გულისხმობდი. სულ 10 წუთი, მეტი არა, როცა შენ გულწრფელად ხარ შენ შვილთან. გულწრფელად ინტერესდები. გარდატეხის ასაკში უკვე ეს გადადის დაპირისპირებაში. მერე. იმიტომ რომ ბავშვს აქ ეს განცდა რომ შენ არ გაინტერესებს მისი შინაგანი სამყარო. დამახსოვრებულია, ხო? ხო, უბრალოდ იცის რომ მარტო გინდა მისგან რაღაცა. სულ რაღაცა გინდა მაგისგან რა. ეს მოთხოვნის რეჟიმში ხარ მუდმივად და თვითონ როგორ არის რას განიცდის, რა აწუხებს, რა რეალობასთან არის ძალიან ხშირად უთქვათ ჩემთვის დედებს და მამებს მით უმეტებს. მამების საერთოდ არ არიან ხოლმე საქმის კურსში, თურმე რეებს ფიქრობს მისი შვილი, თურმე რეებს განიცდის მისი შვილი. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. და ეს არის მნიშვნელოვანი რომ დავინახოთ, იმიტომ რომ ეხლა თუ არ დავინახეთ, მერე ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა.